დაუბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში ბონდო კაფე და შემოგვიერთდა ეს კი იმას ნიშნავს რომ ვისაუბრებთ ახალ ტექნოლოგიებზე მე გადაცემის დასაწყისში პირველ რიგში მოგესალმებით თორმეტ მესამედი ამ ბლოკის გადაცემის დასაწყისში 12 საათსა და 1 წუთზე აღშფოთებულმა განვაცხადა რომ ქართული ინტერნეტის კონტენტი ანუ შემადგენლობა არის კატასტროფულ მდგომარეობაში ვერ მოიძიებ ასე თუ ისე მნიშვნელოვან ავტორზეც კი ტექსტს და ვერ ნახავ მაგალითად ეკატერინე გაბაშვილზე საუბრობდით ეკატერინე გაბაშვილზე მხოლოდ ორი ფურცელია რა დაანჩინე არც სტატია არც კრიტიკული შენიშვნა არაფერი არ არის რომ არაფერი თქვა მაგალითად ბეკეტზე შეიძლება ერთი აბზაცი იპოვო და ეს ავტორების თუგაცქერების ვისაუბრეთ ხო ეს სიბნელე არის გრძელდება ქართულად თუ არის სხვა უცხოური ენა ძალიან რთულია ქართულად მოიწვიო ქართული ენა ბევრი ავტორი დღევანდელი დღისთვის ქართულ ენაზე მხოლოდ ინგლისური ენით მოვემზადე ანუ ინგლისურად მოვიძე ინფორმაცია და იმით რა ვქნათ ქართული ინოვაციები და ტექნოლოგიები არის სწორად დავიწყებ დღევანდელი თემა ზუსტად დღეს ჩვენ უნდა ვყავს ადამიანები რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სწორედ ამ ადამიანებს ევალებათ საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარება და მე მინდა აღვნიშნო რომ მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ GDS-ში კიბერჰაუსის კეთება გადაცემის ძალიან გვიჭირდა მოკლედ გადაცემის შეკვეთა ფაქტობრივად არაფერი არ ხდებოდა თითქმის ამ სფეროში თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში უკვე ჩვენ თვითონ ხვდებოდით ჯგუფი რომ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა დაიქოქა მოკლედ და მარტივად ვაკეთებდით გადაცემას და მე ნამდვილად მინდა აღვნიშნო რომ თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით ამ ყველაფერში საინტერესო ალბათ როგორ რა გეგმა გაქვთ როგორ უნდა განმოვითაროთ ტექნოლოგიური სფერო იგივე თქვა ბასას დაინტერესა როგორ ტექნოლოგიას და კონტენტი ხო აი კონტენტის პრობლემა რა გაკეთებულა და რატომ მივედით იქამდე რომ დღეს ნამდვილად შეგვიძლია თქვა რომ ვაკეთებთ გადაცემას ისე რომ პრობლემები არ გვექნება პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ნუ ეს იქნება ინტერნეტში კონტენტი, იქნება პროდუქტი, იქნება თუ ღონისძიებები, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა თქმა უნდა ხალხზე, რამდენად არის ხალხი ამ სფეროში ჩართული, ხალხი ამ სფეროს შესახებ ინფორმირებული და რამდენად არის მათგან мотиваცია რომ რაღაცა შექმნან, რაღაცით ჩაერთონ ამ ყველაფრის განვითარებაში. ეს არის ისეთი სფერო, რომელიც არანაირ შემთხვევაში არ განვითარდება მხოლოდ ერთი მხრიდან, თქვა თავრობის ხელშეწყობით, ან მხოლოდ ბიზნესის მხრიდან, ან მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან. საჭირო არის სინერგია, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ზუსტად ეს კონტენტის მხარე, იგივე სტარტაპების შექმნა, როგორც ვთქვით, არის დამოკიდებული ამ ჯგუფებზე, საზოგადოებრივ ჯგუფებზე. სწორედ ესე დაიწყო სააგენტომ ამაზე აქცენტი, როცა სააგენტო შეიქმნა 1 წლის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომ გაგვეკეთებინა აქცენტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაგვერთო ამ სფეროში. მევეწოდა ინფორმაცია, რომ რა ხდება ზოგადად ამ სფეროში, ბევრი მიმართულებითი ბნელი იყო, როგორც ვთქვით და რისი გაკეთება შეიძლება. ამიტომ დავიწყეთ ძალიან ბევრი ღონისძიების ჩატარებით. პირველივე დღეს სააგენტო შეიქმნა 2014 წლის მარტში. 2014 შეგვისრულდა 1 წელი. ცოტა პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა ჯამში დავთვალეთ პირველ წელს ჩატარდა 50-ზე მეტი ღონისძიება. ეს არის კონფერენციები, მაგალითად საქართველოს ინოვაციების კვირეული ორჯერ ჩატარდა. ასევე game jam-ი, game development-ის მიმართულებით, ძალიან ბევრი ტრეინინგი ჩატარდა, ვორქშოპები, რაც თავია ძალიან ბევრი კონკურსი, იგივე ჰაკათონები, რაზეც ახალი ტერმინი შემოვიდა საზოგადოებაში, მეიკათონები, კრეათონები. ოლიმპიადები და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ იმისთვის, რომ ხალხი შეხვედროდა ერთმანეთს, გაეცნოთ ამ სფეროში ვინ რას აკეთებს, რა პოტენციალი არის, ვისაც შეუძლია და უკვე ერთად დაიწყონ პროექტები. გარდა ამისა, რაც თავარია სპიკერების ჩამოყვანა, რომ რაღაც სიახლეების გაცნობა ხდებოდეს ამ ხალხისადმი, იგივე კონფერენციები. მე მგონი ინოვათონიც თქვენი სააგენტოს მიერ ინოვათონი იყო ერთ-ერთი კონკურსი. აი ქარნეიძე ჩვენ ყავდა აქ ბიჭების თუმად, რომლებიც ეს უკვე იყო ივნისში, როცა დუბაიდან ჩამოსულები იყვნენ, ისე ჩვენ დავკავშირდით, მოვიწვიეთ არსებობს ეს ტერმინი სტარტაპ აქსელერატორი, სადაც საუკეთესო გუნდებს არჩევენ, მათში ხდება ინვესტირება და რაღაც
პერიოდის განმავლობაში ინტენსიური ტრეინინგების და ბიზნეს მოდელზე მუშაობის შედეგად სტარტაპებს ავითარებენ. ასეთი იყო ინოვათონი. ჩვენ ხა კადრებში ვხედავთ ლაბორატორიებს და საინტერესოა. ამაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. სააგენტოს მიერ გაიხსნა ძალიან ბევრი ლაბორატორია და თუ შეგიძლიათ გითხრათ რა ლაბორატორიებია ეს და ვისთვის არის ფაბლაბის კადრებს, ეს არის პირველი ფაბლაბი საქართველოში, არის ლაბორატორია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და დაამზადოს ან რაღაც იდეა რომ აქვს, ხელშესახებ პროდუქცია არის საუბარი აქ, უკვე ის დაამზადოს 3D პრინტერის, ლაზერული მჭრელის, CNC მანქანა ეს რამე არის, სადაც შეგვიძლია გრაფიკულად ნებისმიერი მოდელი აიღო. ჩვენ ხდება ეს კი. ილიას უნივერსიტეტში გაიხსნა. ჩემი შვილი შეიძლება მოვიყვანოს. ყველასთვის არის შესაძლებელი ნებისმიერი ასაკის ადამიანი. წარმოვიდეთ მითხარით რომ მაყურებელს. ეს კონკრეტულად ეს ლაბორატორია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსის შემდეგ გაიმარჯვა ილიას უნივერსიტეტმა და ეს ყველაფერი განადგარებით გადაეცა და გაიხსნა ლაბორატორია. სააგენტო რა ფორმით მონაწილეობს აი ამ ყველაფერში ამ იდეების რეალიზებაში და გასაგებული იმით რომ ზოგადად ფაბლაბის ტერმინი შემოვიტანეთ საქართველოში და გავაცანით ხალხს არის ფაბლაბი დამთავრებული იმით რომ ქონდა საგრანტო კონკურსი და გადავეცით უნივერსიტეტებს შეიძლება ფულადი დახმარებაც იყოს ადმინისტრაციული ხარჯები და ფაქტიურად მე თუ მაქვს იდეა შემიძლია მივიდე და განვახორციელო და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით განვახორციელო ჩემი იდეა. თუ თქვა შეგიძლია თვითონ მუშაობა ამაზე მიხვალ შენ თვითონ დაამზადებ თუ გინდა დახმარება ექსპერტებს იქ არის ხალხი ვინც კომპიუტერში გააკეთებინებს უკვე დაგადასახელი არის არა ახლა ახალი გახსნილი რადგან არის უფასო არის ფაბლაბი თუმცა შემდეგ უკვე ეს პრინციპი არის რომ ყველაში 2 დღე არის უფასო ყველასთვის და 5 დღე უკვე ფასიანი. მივდივართ. მალე სამხატვრო აკადემიაში მივდივართ და უკვე ტექნოლოგიურ პარკში. აი ძალიან მაინტერესებს ზოგადად ყველაფერი თითქმის ეს ლაბორატორიები, ყველა ლაბორატორია იხსნებოდა თბილისის მასშტაბით. თუმცა ძალიან კარგი ინფორმაცია გავიგე რომ უკვე იწყება ლაბორატორიების სხვა ტერიტორიებში თბილისის გარეთ გახსნა. ქალაქში და ბათუმშიც ხო? დიახ, ეს არის პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავუსახას იმ ფაქტს, რომ 1 წლის ორგანიზაცია ვართ და ყველაფერი ის პირველ წელსაც განხორციელდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ტესტირების რეჟიმში იყო და ჩვენ ტესტირება დავიწყეთ იმ ქალაქიდან, სადაც უფრო მეტი აქტიურობაა, სადაც უფრო მეტი ახალგაზრდაა ჩართული და სადაც დავინახავდით, რამდენად საჭირო არის ეს. აი თქვენ თუ მიბრძანდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნახავთ თუ რიგი არის რეალურად ეს ფაბლაბში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის იქ და ქმნიან ძალიან ინოვაციურ პროდუქტებს. მე მაგალითად იქ რომ მივიდივარ, ყოველთვის ან მაქვს ესი, რომ რამდენჯერაც მივედი, სულ რაღაცა ვიყიდე. ისე ძალიან მომწონს, რომ იმ პროდუქტებს, რასაც იქ ქმნიან, არის ძალიან ორიგინალური, ძალიან განსხვავებული. ყველაფერი ქართული პროდუქტი არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ჩვენი მხრიდან ხდება ამაზე ხელშეწყობა. რაც შეეხება გაფართოებას, რა თქმა უნდა, გეგმავთ, დაგეგმილია, რომ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ეს არის ქართული ტერმინი ფაბლაბისა. ფაბლაბი გადმოვთარგმნეთ, ასე ვთქვათ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. იმიტომ რომ ყველაფერი, ანუ ინოვაციას, იქ რაც შეიქმნება ინოვაციას სამრეწველო დანიშნულება უნდა ქონდეს და ჩვენ ამაში ვეხმარებით. ის უნდა გაიყიდოს და მის კომერციალიზაციას თქვენ იღებთ მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებით. ანუ თვითონ ფაბლაბი არის სტრუქტურა, სადაც პროტოტიპს შექმნიან, პროდუქტს შექმნიან, თუმცა ჩვენ სხვა პროგრამები გვაქვს, მათ შორის საგრანტო პროგრამები, რითაც ვეხმარებით ჩვენ რომ ბაზარზე მოხდეს შემდგომში ეს პროდუქტი. ჩვენ ამ ლაბორატორიებზე ზედაპირულად ვსაუბრობთ, მე მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. 2015 წლის 27 აპრილს ილიაუნის ლაბორატორია მსოფლიო სამრეწველო ლაბორატორიებში გაერთიანდა, მოგეთ ამ რუკაზე უკვე ვხედავთ ჩვენ თბილისსაც. რა კრიტერიუმებით შეიჭა, ანუ როგორ მოხდა ამ ლაბორატორიის შერჩევა და როგორ გაერთიანდა ის მსოფლიო ლაბორატორიებში? კრიტერიუმები არის ის, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა აღჭურვილობა, რაც გადაეცა, ეს არის ულტრათანამედროვე, მაღალი დონის აღჭურვილობა, რაც მსოფლიოში გამოიყენება და მსოფლიოში დანერგილი. მეორე სამუშაო მოდელი თვითონ რაზე არის ორიენტირებული, ის რომ ეს არის ღია ყველასთვის. არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისთვის არის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს იქ და გააკეთოს. რა სერვისებს თავაზობს იგივე, რა ექსპერტიზა აქვს ლაბორატორიას და თვითონ მოდელი რომ 2 დღე უფასო არის, ანუ და ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას რომ მიიწვდეს და ქონდეს თქმა ამ რესურსებთან და უკვე მისი კომერციალიზაცია რამდენად ხდება. ჩვენ მქონდა ღონისძიება, სადაც 20-მდე გუნდი შეიქმნა, რომლებიც ფაბლაბში აკეთებდნენ თავიანთ პროდუქტს. მე გამოფენა გაყიდვაზე უკვე დატესტეს პროდუქტი და აქედან 15-მდე უკვე კომპანია არის, კონკრეტული შეკვეთები აქვს და სხვა მიმართულებებით უკვე რაღაც ამზადებენ ყიდიან. ანუ ისევ ესეთ მოკლე ვადაში რომ ესეთი შედეგებია ჩვენა, მაგით მოხდა ამ ქსელში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თბილისში უნდა გაიხსნას ტექნო
ტექნოპარკი, რომელიც იქნება ალბათ მსოფლიო დონის, მე მაგეთი ვნახე, ძალიან მომეწონა. თუ შეგიძლიათ გაგვაცნოთ რა იქნება ეს ტექნოპარკი? ხო, ტექნოპარკი. რა არის ტექნოპარკი? კი ბატონო, ტექნოლოგიური პარკი, მართლაც პირველი ტექნოლოგიური პარკი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ოფიციალურად თბილისში, მდებარეობს ოქროყანაში, ულამაზეს ადგილზე, ხედით, რომელსაც აქვს ხედი მთელ თბილისზე და ძალიან მნიშვნელოვანი 2015 წლის სექტემბერში ეხლა აქტიურად მიმდინარეობს იქ სარემონტო სამუშაოები, მშენებლობა სტადია ბოლომდე მოხსენილია ოქროყანაში და გავხსნით პირველ ტექნოლოგიურ პარკს. ტექნოლოგიური პარკი ეს არის, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური პარკი არის ადგილი, სადაც ერთი ჭერის ქვეშ იქნება ძალიან ბევრი კონკრეტული სერვისი შეთავაზებული ადამიანებისთვის და კონკრეტული შესაძლებლობები მიცემული. მაგალითად, FabLab, როდესაც ჩვენ საუბრობდით, იქ იქნება advanced FabLab, ანუ ყველაზე ბოლო მოდელის FabLab, რომელიც შეიძლება არსებობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ის ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს არის უნივერსიტეტებში, მასზე გაუმჯობესებელი ტექნოლოგიები იქნება იქ წარმოდგენილი და ასევე იქნება მიკროელექტრონიკის კომპონენტი, რაც, ანუ ჩიპების დამზადებაც კი უკვე შესაძლებელი იქნება თბილისში და მაგალითად, ვისაც აქვს იდეა, რომ შექმნას მობილური ტელეფონი, თავიდან ბოლომდე, მათ შორის ტვინიც კი შეუძლია უკვე advanced FabLab-ში გააკეთოს. დაახლოებით ბოდიში გაგაწყვეტეთ, რომ უბრალოდ მინდა და მეთქვეს, დაახლოებით არის 21 საუკუნის საგამოფენო ცენტრი. იხსნება 21 საუკუნის. ის საგამოფენო ცენტრს აქ დამატებით რესურსები, ლაბორატორიები იქნება და რაღაცა კიდევ ის რომ შექმნის იმ ტელეფონს ჩვენ იმაშიც დავეხმარებით, რომ ეს ამის ბიზნეს მოდელზე იმუშაოს, როგორ განავითაროს, როგორ გაყიდოს ეს პროდუქტი და დავეხმარებით პლუს იმაში, რომ ბაზარზე გავიდეს და იქვე დამატებით ინვესტორები. ძალიან ზედმეტად იდეური ხალხი რომ მოვიდეს გასუშველი. ზედმეტად იდეური სამებით პირიქით და ანუ რეალურად ტექნოლოგიური პარკიზე მხოლოდ FabLab-ი ვახსენე და FabLab-ის გარდა კიდევ არის ინკუბატორები, აქსელერატორები, იქნება ტრეინინგ ცენტრები, სადაც მუდმივად მოხდება ტრეინინგები და ჩვენ უზრუნველყოფთ ამ შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ტრეინინგი ჩატარდეს როგორც სტარტაპებისთვის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივი ტრეინინგების უზრუნველყოფა. ეს ხდება ყველაფერი სექტემბრიდან. სექტემბრიდან უკვე შენობაში. ხდება, იქ უკვე გაძლიერდება. ეხლა მითხარ, ბოლო უკანასკნელ კითხვას რომ ეს ყველაფერი რაც მოვყევით მაგალითად, ხო ეს გადაცემა ეხლა დაიდება YouTube-ზე, დაიდება Facebook გვერდია, დაიდება და აშიარებენ და გაიზიარებენ და დაალაიქებს მოსახლეობა. კონკრეტულად თქვა არა მაქვს არც YouTube-ი, არც Facebook-ი და არც ტელევიზორს უყურებ. საერთოდ მაქვს ინტერნეტი. კონკრეტულად სად ნახავ კარგად ინფორმაციას ლამაზად შვიდად სად წავიკითხავ. გვერდს უყურებ და Yes, of course. Yes, of course. New-York-ში ჩვენი საიტი gita.go.gt. და აქ ყველაფერს დებთ, აბსოლუტურად ყველა კონკურსი ცხადდება იქ, პრეს-რელიზები, რა ჩატარდა, რა ჩატარდება. Georgia Innovation Technology Agency gita.g. ძალიან კარგი Facebook გვერდი. gita.go.g. gita.go.g, რადგან საკუთრივ ინტრუპირა go.g არის. და Facebook გვერდზე ჩვენ სახელის მიხედვით შეუძლიათ მოგზავნონ და Facebook-ი ყველას აქვს. Facebook-ი არ გილეცაც უფრო აქტიურად ანუ სიახლეებსაც ვდებთ ხოლმე, აი რა გაკეთდა ქართული სტარტაპები, ვინ რას აკეთებს, რა სიახლეები. ინტერნეტზე ვსაუბრობთ ახლა და ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ თქვენ. მოკლედ საქართველოს ინტერნეტიზაცია. აი ძალიან სრულიად რომ მოიცავს საქართველოს. ვსაუბრობთ რომ Google-ს ქონდა იგივე პროექტი, Facebook-ს, ნუ ისინი ცოტა მსოფლიო მასშტაბებს წვდებიან. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? კი ბატონო. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უკვე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომლის შედეგად ჩვენ ვეძებთ ინვესტორს, რომელიც განახორციელებს ინვესტირებას და კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოფს, რომ დანართი არის კონკრეტული სოფლები არის მითითებული დასახლებული პუნქტები და რომელთა რაოდენობა შეადგენს 1963 და ზუსტად ამ 1963 დასახლებული პუნქტში უნდა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მიყვანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ანუ აქ მოცულია ყველა დასახლებული პუნქტი, რომელიც ბოლო აღწერის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და დარჩება ის სოფლები, სადაც 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, თუმცა გეოგრაფიულად თუ ჩვენ რუკაზე გვაქვს ეს ყველაფერი ციფრულ რუკაზე დატანილი და გვაქვს ინფორმაცია როგორც იმ სოფლებზე, სადაც ამ პროექტის შემდეგ ინტერნეტ ინფრასტრუქტურა შევა, ასევე იმ სოფლებზე, სადაც არ შევა, თუმცა ისინი ახლოს არიან, უკვე ის არიან თავმოყრილი ფაქტიურად ბოლო მილის
საშუალებით მათთანაც მარტივად მოხდება შემდეგ ინტერნეტის მიწოდება. თუმცა ეს პროექტი იქნება ძალიან დიდი გარღვევა ამ სფეროში, იმიტომ რომ ბევრგან არის მოთხოვნა, თუმცა იმის გამო რომ არ არის ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მაღალხარისხიანი იქამდე მიყვანილი, შესაბამისად მათ არ მიეწოდებათ მაღალსიხარიანი ინტერნეტი. გიორგი, ეხლა ჩვენ ვხედავთ კადრებს, ეს არის ღონისძიება არქიტექტურა ინოვაციაში, რომელიც კვლავ თქვენი სააგენტოს მიერ გაიმართა, მოკლედ ჩვენ გავაერთიანეთ არქიტექტურა და ინოვაცია, მე ვიყავი ამ ღონისძიებაზე და ვიხილეთ ძალიან საინტერესო პროექტები. რომ მოგვიყვეთ ამ ღონისძიების შესახებ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ინოვაცია არ არის მხოლოდ მეცნიერება, მხოლოდ პროგრამირება და ტექნოლოგიები, ინოვაცია ნებისმიერ სფეროში შეიძლება იყოს და ინოვაცია არქიტექტურაში ეს ჩვენი ღონისძიება იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადავდით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ასევე შევუწყოთ ხელი, რომ ინოვაციური თქვათ შენობის კონსტრუქციების თქვათ ძალიან ბევრი მასალის შესახებ, სამშენებლო მასალის შესახებ ძალიან ბევრი პროექტი შემოწი, იგივე ჩვენ საგრანტო კონკურსში. გვინდა რომ ამ სფეროში შევიტანოთ ინოვაციები, სიახლეები და კარგი საშუალება იყო, რომ კომპანიები, სტუდენტები, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები შეიკრიბნენ და ერთმანეთს გააცნეს. რა პროექტები მიმდინარეობს, რით არის გამორჩეული, რით შეიძლება გავხადოთ ის უკეთესი და ისევ ეს კადრები ჩანდა კონკურსიდან, რომელიც სტუდენტების კონკურსი იყო, ინსტალაციების კონკურსი იყო, განათების და ორგანული არქიტექტურის მიმართულებით. სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს ორ დღეში. უბრალოდ ორ დღეში და ორ ღამეში. ანუ ექსპო ჯორჯიაში დილიდან, ხუთშაბათს დილიდან შაბათს დილამდე იჯდნენ, მუშაობდნენ და შექმნეს, მე მგონი 10 პროექტი იყო. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას ის, რომ ინოვაცია და კრეატიულობა აუცილებელია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და ასევე დასაქმებაც უფრო მეტი იქნება. ესეც უნდა ითქვას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე გემშვიდობთ ერთი კვირით მოვამზადებ თქვენთვის საინტერესო წიგნებს, შევეცდები ყველა სახის მაყურებელი მოვიცვა, ყველა ადამიანი ყველა ასაკის თქვენ არ გეცადათ ინოვაციებით ხავით დაკავებული და მე წარვადგინე კომუნიკაციაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლობთ მობრძანებისთვის, მადლობთ რომ ვიყურებდით, კარგად წარდგებოდეთ. შუაგდა დაბრუნდა უკვე პირდაპირ ეთერში ხვალ 12 საათზე შევხვდებით ერთმანეთს პროექტით.